ტაშკენტის ქუჩაზე დენილთა კომპაქტურად ჩასახლებულებს გაზიფიკაციაზე უარსეუბნებიან ყაზტრანსგაზი, მიზეზად თბილისის 2014 წლის დაუმტკიცებელ ბიუჯეტსა და შესაბამისად დაფინანსებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს ასახელებს. ამასთან დაკავშირებით რაიონის გამგებელმა გაზის კომპანიიდან ოფიციალური წერილიც მიიღო, კომპანია მომხდარის შესწავლას აპირებს და მისი წარმომადგენლები განცხადებას უკვე ხვალდილით გააკეთებენ. საბურთალოს რაიონის გამგებელი კი ტაშკენტის ქუჩაზე მცხოვრებ 50 ოჯახს ზამთრის პერიოდში 100 ლარიან დახმარებას დაპირდა. Კომპანიები უარს ამბობენ გამგეობის მიერ გაცემული საგარანტიო საფუძველზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე, რადგან ისინი თვლიან, რომ შეიძლება არ მიიღონ ფული. მე მოვუწოდებ საკრებულოს, რომ დაანებოს თავი აი ამ პოლიტიკურ კეკლუცობას და თუ კონკრეტი გაინტერესებს, გაცილებით უფრო მეტი კონკრეტიკის მიწოდება შემიძლია. პრობლემას გვექნეს ყაზტრანსგაზზე. ხვალ არის ორშაბათი მივდივარ ყაზტრანსგაზში, აგერ მიკავია ყველაფერი საბუთები, რომლების ტექნიკური განყოფილების გამგემ იქან გადახედა და თავისი პირით მითხრა, რომ თქვენო საბუთები ყველაფერი რიგზე გქონიათო. ხო და რის საფუძველზე გვიჩერებენ და რატო მე წარმოდგენა არ მაქვს და აქეთ მოსახლეობა კიდე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.